A workshop. Today combines a workshop with a launching of a project that USAID has entered into with the National Association of local authorities of Georgia. So the subject matter of this program is the mitigation and adaptation to global climate change. We believe is very important, and what is good about this program is it involves local initiative, local organizations in Georgia reaching out to civil society and to the population to develop appropriate actions and to have appropriate dialogue about solutions to this challenge that can undo much of the progress that's being made in this country if not addressed properly. Ministrul პროექტი იყო წარმატებული, ყველაზე მთავარად და როგორც წესი არ დარჩეს პროექტი, სადაც რაც ხშირად არის საქართველოს სინამდვილეში, ამასაც გინდა ვქმედითი იყოს, მართლა იგრძნოს ადამიანებმა ამის სიკეთე, ამისათვის ჩვენ ვარ ჩართულები და გვინდა რომ ამ კუთხით პროექტი გულისხმობს ამას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაჩნდეს ადამიანები, რომლებიც ამ გადამზადებენ ამ პროექტის ფარგლებში და ყავდეთ ეს ადამიანი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს ყავდეს ეს ადამიანი, რომელიც დაეხმარება ამ პრობლემების გადაწყვეტაში. დღეს იმდენად აქტუალურია თემა კლიმატის ცვლილებები და იმდენად აქტუალურია ის ცვლილებები, რაც ხდება სინამდვილეში. რომ ყველაზე მეტ ზიანს ამის შედეგად განიცდის ზუსტად ადგილობრივი თვითმმართველობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი სტიმული იმისთვის, რომ განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, მმართველობის ორგანოები და მიექცეს უფრო მეტი პრიორიტეტი ამ პრობლემას, რასაც ქვია კლიმატის ცვლილებები, რომელიც არის კავშირში სოციალურ პოლიტიკასთან, ეკონომიკურ პოლიტიკასთან, აგრარულ სექტორთან, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან, ტურიზმის განვითარებასთან. აღარ დარჩა სფერო, რომელსაც ეს არ ეხება.